აბა გამარჯობათ მეორედ. რაფერი ხართ? ეგრევე მოვაყოლე მეორე ვიდეო, მაგრამ თქვენ კაი რამდენიმე საათის მერე ნახავთ. ესე იგი, არ ვიცი, ვინ როგორ ანახეთ და თუ ანუ რაზე მინდა დღეს ვილაპარაკო. გარდენიაზე. გარდენია შევარდნაძეზე, ზურაზე, ბატონზე. რომელიც ხა შეხება არ მქონია ზიარა ვარ, არ ვიცი, არაფერი, ანუ პირადად რა არ მქონია ეგეთის. მაგრამ როგორც ეკრანებიდან ჩანს, როგორც ყველა რაღაცა განათლებული, ხა ვერ ვიტყვი რომ გაუნათლებელია, მეთქი არ მაქვს მაგისი უფლება. არც არ მგონია რომ რამე, იმიტომ რომ აშკარად ეთყობა ადამიანს, რომ ცოდნია, ვერ დაუკარგავთ, იცის თავისი საქმე, რაღაცა. მოკლედ. ეგ კიდე ცხოვრებაში ყველას თავისებური განათლებაა და ყველას თავისებური საქმე აქვს და ყველა თავის გზაზე ძალიან კაი ადამიანია, ერთ-ერთია ეგც. თავის საქმეში. მაგრამ მაგას არ ვეხებ. შარშან შევხვდა ესეთი ვიდეო. თუ როგორ არ შეუშვა ბავშვები კაფეში, თუ როგორ გალანძღა მშობლები მისმა ეგრეთ წოდებულმა მოადგილე მენეჟერმა თუ რაც არის მენეჟერი. ხო და იყო ეგ შემთხვევები. აი მაგის მერე მინდოდა ვიდეოს ჩაწერა. მაშინვე ჩამოუყევი კომენტარებს და აღმოვაჩინე რომ რა ხდება ხალხო. ამდენი უკმაყოფილო კლიენტი ყავ? ანუ არასოდეს არ წაგვიყვანია ჩვენ ბავშვები, სხვათა შორის სკოლიდან. იყო მცდელობა, მაგრამ მაგის მერე ვთქვი, რომ ანუ ძალიან მესისულელება მან წაყვანა ბავშვის, იმიტომ რომ ჩვეულებრივად აქციეს ფულის მახეთ, რადგან აი საიდანაც შედის ბავშვი და საიდანაც გამოდის, რასაკეთებს ჩვეულებრივ შედის იქ ქოთანს აძლევენ, ეტყვავილს ძრგავს რაღაცა იხტიფულს და გამოდის ბავშვი. მოჩა რაღაც. ეგ სახში შეიძლება გააკეთო. ხო და იმ პერიოდში მშობლები არ შეუშვა კაფეში, თუ რაღაცა ეგეთი იყო რა. და რა ვიცი, მე ხო იცი მიჩუმეს რაღაცა მეც გადამავიწყდა და რაღაცა. მოკლედ იმის მერე ტელევიზორში ვხედავ ამ ადამიანს, სულ ეს მომენტი მახსენდება. ცივა ხალხო. მაგრამ მე თბილად მაწვი. ხო და სულ ეს მომენტი მახსენდება მე რა, რომ თვალწინ მიდგება ეს ატირებული ბავშვები, რაღაცეები, ის კომენტარები თუ როგორ ხრიალებს მშობლებთან, თუ როგორ ეჭვმება ბავშვებს და როგორ იყენებს ბილწ სიტყვებს. ხო და მოკლედ იმის მერე რომ ეკრანზე ვხედავდი ძალიან აი ადამიანი რომ გძნობ რა რომ იქ ყალბი ზის, იმიტომ რომ იქ რაღაცა მრავალფეროვანი სიტყვები თუ ფარდოვანი იმასავით თქვი ეგიდუნაშვილივით. როგორ თქვა გუშინ? მაღალფენოვანიო. მაღალფარდოვანი უნდა ეთქვა, მაღალფენოვანი, ეგ ვთქვი მე. ესე მაღალფეროვანად რო იჯდა. რაღაცა და ესე მეტყველებს და ეს თავისი და შემოგავლი შენკენა თვალე, ანუ მეყალბება. ანუ არ ამგონია რომ ეხლა 10 კაციდან 10-ვე ტყუანი იყო იმ პერიოდში. ხო და რამდენიმე დღის წინ, არც კი რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ, გუშინ წინ ნახე ვიდეო ქალბატონის. ეხლა არ ჩამიგდია ეს ვიდეო არ ჩავაგდით, მაგრამ აზრი იყო ერთი, ბევრი თქვენგანი ნახავდა, რომ მოკლედ მოვყვები ამ მომენტს, რომ იყო ესეთი შემთხვევა, გამოცხადდა ვაკანსია, მივიდა ქალბატონი ვაკანსიაზე, ერთკვირიანი გამოსაცდელი ვადით იყო და ერთ კვირაში უნდა დაკავშირებოდნენ და ამ ქალბატონმა სხვაგანაც მუშაობდიო და როგორც ყოველთვისო და როგორც სხვაგანო, ანუ არ ველოდებოდი ვინმეს რამე გაეკეთებინაო, ჩემოვალეობასაც ვასრულებდიო და ვიღაცას რაღაცა იყო გასაკეთებელიო, იმასაც ვასრულებ, ჯერ იმიტომ რომ სიამოვნებდაო ეს ყვავილებთან და მიწასთან ურთიერთობა, მოკლედ და კმაყოფილი ვიყავი, არც ის ცუდი ხელფასი არ იყო და არც სამუშაო არ იყო ისეთიო რა. მოკლედ ერთი კვირის თავზე ვარ დამირეკეს, მე დაგურეკეო და ვკითხეო რა, რომ ანუ მიყვანთ თუ არ მიყვანთ, რომ მეორე სამსახურშიც მუშაობდიო და არ მინდოდა რომ იქ გამფუჭებოდა საქმეო რა. ეხლა ძნელია ხო ამ დროს რომ ერთი სამსახური დაკარგო და მეორეც არ აქ-ქონდეს. რაზეც უარი მითხრაო ამ ქალბატონმაო, მოკლედ რა ვიცი, ვინ იყო დივანი თუ ვინც არის რა, ვინც განაგებს მოკლედ მაგ იმებს და
სამწუხაროდ უნდა დაგემშვიდობოთ, ვერ აგიყვანთო და ეგ იყო და ეგაო და მე ზოგადად პასუხიც მინდაო, რატო რაღაცა ან ვერ გავაკეთე, ან ვერ და ეს ჩემ თავში ვერ ვიპოვეო და ამიტომ გადავწყვიტე წასვლაო, რომ გამერკვია თუ რატო არ ამიყვანეს, საჩხუბრად არაფერი კი არ წავიდა ადამიანთან პირისპირ შესახვედრად, ჩვეულებრივი მოვლენა, რო არ ამყავ სამსახურში, მიზეზი ხო უნდა გითხრა. აი ესე ბაღში რომ არ ამიყვანეს მე და რომ მეგონა რომ პირველი უნდა დავნიშნულიყავი, რადგან უმაღლესი განათლებით ვიყავი და რო არ ამიყვანეს და რო ვიკითხე, სადაღარ ვიკითხე. რატო არ ამიყვანეთ მეთქი? კაციშვილმა პასუხი ვერ გამცა, თუმცა მე ვიცი რატომაც არ ამიყვანეს და რაც მოხდა, ეთყობა ეგ უნდა მოხდალიყო, არა მაქვს პრობლემა. იმის მერე მოველი აქამდე. ხო, პასუხი გჭირდება. მეც მჭირდებოდა და ვერ მივიღე და ამ ქალბატონზე ჭირდებოდა. მივიდა. ხო და ამ ქალმა რომ დაინახა, ვინც ელაპარაკა ტელეფონზე, შენაო, შენთვისო საკმარისი არ იყო, რომ გითხარიო, რომ არ მოხვიდეო თუ ვერ გიყვანთო თუ არ გიყვანთო და რაღაცო მოხველიო და ამ ქალმა უთხრა, რომ კი, გავიგე ეგ, მაგრამ მიზეზი უნდა მითხრათო რა და ამ დროსო მოვიდაო ზურაო. ბატონი ზურა. შევარდნაძე ხო და შეველთო რაღაცა სივრცეში, რავი, კაფეში თუ სადღაცასო და ესე ვხედავ თუ რაღაცა პირისპირო 30-50 სანტიმეტრის დაშორებით ერთმანეთს და ეს ქალბატონი ეს არა ისე საყვალად მშვიდად ლაპარაკობდა, აი თან ისე განერვიულებული იყო ეს რა, რომ არასოდესო ესეთი რაღაცა არ დამიმსახურებ საკუთარ შვილებსაცო და აი სურო ეხა ხო იციან რაღაცა სამსახურის გამოყოფა რა დაბალი ფენისა რა სულაც რო ტუალეტს ალაგებდე ჯერ რა არ დასაძრახად არ ვაყუდა ის არ არის ის შენთვის ალაგებს იმას პატივისცემით უნდა შენთვის მუშაობს რა შენ არ ვიცი რა მნიშვნელობა აქვს რა სამსახურია არავის არ აყოფლება რომ უდიერად მოგეპყროს აგდებით მოგეპყროს და საერთოდ ეს სიტყვები გითხრას და ამას ამბობდა რომ საკუთარ შვილებს ვასწავლიო რომ სადაც არ უნდა მუშაობდნენ და ვინც სად არ უნდა მუშაობდესო ერთმანეთს პატივისცემით და ერთმანეთის დაფასება უნდა იყოს არამც თუ აგდებაო ხო და ამას ვეუბნევი რომ რატო რაღაცა რა მოხდა ის და წამებშიო კაციო შეიშალაო ეს დააჭყიტა თვალებიო ეს ხელია წიაო აი ესე უყურებდიო გაუცერო და ესე დამირტყავდა ხა დავაი აქედანაო რა და წამოხტი ელდისგან და აი შოკისგან წამოხტი ერთი ორი ნაბიჯი გადავდგიო და მოუტრიალე შენ ადამიანი ხარ შეუზრდელო თუ რაღაცა ეგ ორი სიტყვა უთხრა და წამოველო და იმის მერე ერთი კვირა გავიდაო ქალი ამბობს და იმ სამსახურშიც ვერ მივდივარ სახშიო საქმეს ვერ ვაკეთებ იმდენად შეურაცხყოფილად ვარ შეურაცხყოფილად გძნობ თავს რომ აი რატო უნდა გითხრას ვიღაცა ვინ არის ზურა შევარდნაძე რა ყვავილია ჩემთან სოფელში ეხლა გაიხსნა კიდე გითხარით კიდეც მაღაზია კოტეჯი ულამაზ შეხვალ პატივისცემით კი არა რავი სახშიც მოგიტანენ იმ ყვავილს ულამაზესი ბაღი აქვს სოფიკოს კობლიშურს ჩვენთან შეხვალ დაგადნებაზე ანუ რა უფლება გაქვს ვინახარ ყვავილები გაქვს ქვეყანასა ყვავილები და შენზე კარგად უვლიან ვინახარ შენ რომ ესე ექცევი ადამიანს და ქალი აი ხო გეუბნები აი შოკირებული იყო შეურაცხყოფილი იყო იმ დონეზე რომ ვერაფერს ვეღარ ვაკეთებ ხო და ეს უარ მეთქო მოუკვდებოდი ეს 3 თუ 4 დღეა რომ ეს ვიდეო ტრიალებს სოციალურ ქსელში Facebook-ითაც, TikTok-ითაც და პოსტებიც იწერება. და დამაინტერესა რა, ეხა როგორ შეიძლება რომ, რავი, ყუოდეს, არა მგონია რა დატო უნდა გინდოდეს. მე შეველი კომენტარებში, ყოველთვის შევდივარ ხოლმე კომენტარებში და კაი, თუ თქვათ ეს ტყუის 200 კომენტარი და სიტყვაზე ვამბობ 200-ვე ტყუის ყველამ თავისი გამოცდილება დაწერა რომ ესე მოხდა ჩვენ რო ვიყავით ესე სურათის გადაღება გვინდოდაო და ხო ერთი ამბობს რომ სურათის გადაღება ბავშვებმა დაინახესო ბავშვები ყვავდაო წაყვანილიო გაცვივდნენ რომ დაინახესო ეს მაინც ხო ეს ცნობადი სახე რო არა ტელევიზორში რო ხშირად გინდა მასთან რაღაცა სურათის გადაღება რაღაცა ურთიერთობა რომ სამახსოვროდ დაიტოვან ჩვეულებრივი მოვლენა ეგ ხო და გაცვივდნენ ბავშვები შემოეხვინა და მშობლებიც მიველითო რომ სურათი გადაუღოთ ისე უხეშად გითხრა მე სურათებს არ ვიღებო და იმ წუთასო მიტრიალდაო და უცხოელები რო იყვნენ მოსულები იმათთან გადაიღო სურათი ანუ ფულის ის არის ჩვეულებრივი გადაიხდებ სურათს კი კაცო გადაუყადებ სურათს კი არა
თვითონ დაგიბეჭდავს. ხო და ანუ კომენტარებში გამოცდილებები ეწერა რა ხალხის რაღაცა და ფიქრობ მე რა ქვეყანაში ვცხოვრობ არავის არა ხო ამ ქალბატონმა თქვა რომ წაველიო შრომის ინსპექციაში მჭდოს დავწერეო ის და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ გამოხმაურება მოხდებაო ელემენტარული ბოდიში ხო შეიძლება მოიხაცა ყველაფერს ცulis ერთი ყალბი არა გულწრფელი ბოდიში რო კაი ხო რა ან გაღიზიანებული ვიყავ მაგრამ 1000 კაცთან და მილიონთან გაღიზიანდა ყოველ წელიწად რაღაცა ხდება მაგასთან და ვიღაცას ძალიან ცუდი გამოცდილება აქვს მასთან ურთიერთობის. ხო და ერთ სიტყვით ფიქრობდი რა რომ აი ჩვენ საქართველოში გვეშლება ერთი რაღაც. ნუ ჯერ საქართველოში მე რა ვიცი ხა სხვაგაცად. ანუ ადამიანები ხო არიან რაღაც თანამდებობაზე მუშაობენ. ვიღაცა ის არის, ვიღაცა ცოტა ზემოთ არის, ვიღაცა ქვემოთ არის, რაღაცა სხვანაირად ვიკეთ. ანუ თანამდებობაზე რო ვარ გგონია რომ უნდა გვემსახურონ. ელემენტარული ხა მე ხო ტორტებში ვიყავი. მე იმიტომ ვიყავი რომ ვიღაცა შემოსულიყო და შემოგევლე შენ გენაცვალება აიმე რა კარგია რაღაც ანუ მე იმიტომ ვიყავი რომ მე სხვას ვემსახურებოდი ის ტორტი რო უნდა და ვაკეთებდი ანუ ეგრეა ყველა თანამდებობა შენ უნდა ემსახურო ხალხს მაგისთვის ახარ იქ სადაც ახარ შენ კი უნდა გემსახურო შენ უნდა იმუშაო ხალხისთვის ხარ საბუთების რაღაცა მოწესრიგებაში ხალხისთვის ხარ ხალხს უწესრიგებ ხო ხალხს უკეთებ ხო იგივეა ხო ყველა თანამდებობა ანუ სკოლაში ხარ მასწავლებელი ხარ ბავშვებს ემსახურები რომ ისწავლო ემსახურები შენ მაგრამ ჩვენ არა ჩვენ აქეთ უნდა გვემსახურონ რაც უფრო მაღალ თანამდებობაზე ავალთ ცხვირი მაგრად გვებზიკება და უფრო მეტნი უნდა გვემსახურონ და ვალდებულები არიან ვალდებულნი ხალხი რომ სულ მოწიწებით გველაპარაკონ და თუ რამე არ შეგვიძლია უთხრა რომ ეხა იქედან თავისუფლად შეგვიძლია უთხრათ იმიტომ რომ გვაძლევს ეს თანამდებობა და ცხვირის აბზეკამის უფლებას და შესაძლებლობას მოკლედ ანუ რატო ვითავისებთ ეს რა მჟღება რა სფეროში ხარ არა სფეროში ყვავილები გაქვს შეუხერო და ხანდახან ტელევიზორში გამოდიხარ შენი კაშლით ზამთარზაფხულ კი ხო კაი შენი სტილია ეხა მაგას არ ვეხები მე ხალათი ბათში რა მოხდები მაგრამ პატივისცემა დაკარგე ხალხის ყოველ წელს გაკლდება აი ყოველ წელს არა არიან ვაზელინა ხალხები რომ ეხა მაგალითად პოსტი დაიდო მაგალითად გრძელი პოსტი რომ და თვითონ გარდენიამ გააზიარა ყველაზე სასაცილო ეგ არის რომ გააზიარა რომ როგორ ვიღაცა ადიდებს რომ ამ პოსტს გამოეხმაურა რომ ესე იყო ამ ხელა პოსტი წავიკითხე იმიტომ რომ სადმე იქნება ყოფილიყო სიტყვა ბოდიში არა აქეთ ანუ თავი გაიმართ რა გამართლება გაქვს ხოწები ამ ხელა თასავით კაცი თუ რავი როგორი არ ვიცი ვიზუალურად არ მინახია მე ხალს ეუბნები რომელიც მოვიდა პასუხის მისაცემად ჯერ ის კაცობა გიყოს რომ პასუხი უთხრა არამც თუ აქედან ეხლაო აპაშენმა დაგიტოვა ეგ ყველაფერი ანუ ისეთი ისა გააქ რომ სულ მუდმივად გექნება და ჯვარის წერიას უყოლას იქ არავის არაფერი არ წაგვიღია ხო არა მე არ ყოფილი ვარ მაგრამ არ წავღიათ ანუ ზოგადად ანუ ესეც გათავისებული გვაქვს რომ აი ბევრი გვინდა მეტი გვინდა და სად მიგვაქვს სად არჩება ანუ რისთვისაც ვცხოვრობ ეგ ვერა გვაქვს კიდე გააზრებული ბევრ რაღაცაში მართლა ვერა გვაქვს გააზრებული რა იმის მაგივრად რომ ამ ხელა კაცი ხარ ამ ხელა რაღაცა გაქვს სილამაზეები გაქვს ის ბიზნესზე მე იმაზე გაყიდვა გამოყიდვებზე რაღაცა მაგაზეთ ვიტყვი ანუ ეს რაღაცეები გაქვს ამდენი ხალხი მოდის რომ ფულს აკეთებ ხალხით აკეთებ ხო ფულს და ნუ შენი შრომით აკეთებ მაგას ვერავინ ვერ დაგიკარგავს და შენი მომსახურე ხალხით კაცმა არც ის კიდე გამოჩნდა როგორი ურთიერთობა გაქვს იმ ხალხთან ხო და ეს ანუ მაგით იმაშო იმის მაგივრად რომ მოესიყვარო შეიძლება საერთოდ არ იყო იმ მომენტში იმის ხასიათზე რომ ბავშვს ჩაეხუტო მაგრამ ბავშვი რომ მოდის შენსკენ და უხარი ხარ როგორ უნდა უთხრა მიტრიები რა სურათს არ ვიღებ შენთან ბებია ჟენისა თუკიც არ გადაიღე ეხლა იმ ბავშვთან სურათი მადლობა ვთქო რომ იმ ბავშვმა საერთოდ გაგიღიმა
არ ვიცი რა, აი ძალიან ის და მოკლედ აი ეს კომენტარები რო წავიკითხე და ისე ანუ იცი რა მაინტერესებს? ამდენი მომჩივარი რო ყავ, ამდენი ის ხო კაი შეიძლება იცი რა დაწერა რამდენიმე ეგეთი აკაც რავი თავი დაანებითო. რას ქვია ეგეთი? ანუ რო გავივლი და არ მოვეწონები და მითხეს ხო ვათრიე იმ კაშნით. ყვები გაიყიდა. ძალიან ცუდია რა, როდესაც ადამიანი რაღაცას აკეთებს, რაღაცა მიზნებისკენ მიიღწევს და რაღაცა ეტაპზე რომ მივა, იქ ავიწყდება რომ ადამიანია, იქ გონია თავი ღმერთი და ეს პატარა ჭიანჭველები რა, ანუ შენ მოკვდი, შენ დარჩი, შენ ამას სიკვდილი ამას ჩამოხჩობო. რატო რა ხდება? ხო, ისა დილას სხვათა შორის ანუ ის პოსტი ხო გითხარით თამართლებისა იყო არანაირი ბოდიში პირიქით თვითონ რაღაცა. ხო და დილას კიდე ვნახე შორენა ბეგაშვილის პოსტი გარდენიასთან დაკავშირებით, რომ რამდენიმე ხნის წინო ევას დაბადების დღეზეო სივრცე ავიღეთო, სადაც უნდა დაბადების დღე გადაიხადეთ ალბათ, შევუკეთეთ ყვავილები, გადავიხადეთ ფული, ჯავშნის კი არა, მთლიანი ფული გადავიხადეთ რაღაცა, რომ ამა და ამ დღეს უნდა დაბადების დღე გადაგვიხადავ. მივედითო და აღმოჩნდა ის, რომ ეგაო კაცო, ჯავშნის ფული იყო და ის ფული ახალიდან გადამახდებინესო და შეკვეთილი რომ მქონდაო ვარდებიო, იყო მინდვრის ყვავილები და ისიც პლასმასისებიო და თითო ვარდი ჰქონდა ჩარჭმული. ფაქტიურად ახალიდან გადამახდებინეს ფულიო, მომატყუესო და ისეთ მაგრად ციოდაო, რომ ბავშვებმაო კურტკებიც კი ვერ გაიხადეს. და მაშინ მესიჯებიც იყო დასკრინული, რომ ანუ უბრალოდ თავს ვიკავებ, რომ სოციალურ ქსელში არაფერი დავწერო, მაგრამ შორენას ანუ ამას გამოეხმაურა ამ ქალბატონს რა და აი ხა არც შორენა არ მინახია და არც იმასთან არა, მაგ დიდი შემოგელო შენ გენაცვალე და უირაკაია და რაღაცა ღმერთმა ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, ვინც როგორაც ცხოვრობს, რანაირადაც ცხოვრობს, ჩემი განსასჯელი არ არის. უბრალოდ მიყვარს ესეთი ხალხი იმ ხრივ, რომ რაღაც ხა ასე თუ ისე ხოა ცნობილი ტელევიზიაში ჩიდება იქ სოციალურ ქსელში ყველას აინტერესებს რაღაც მომენტში მისი ცხოვრება, ხო? მე მაგალითად არა ვარ მის მიმართ ესე რომ აი მე რა არის, აი ხო იცი რას გავს და რაღაცა. როგორც მშვენიერია, ლამაზია, ოპერაცია გაიკეთა, თუ რაც გაიკეთა, ანუ მე მაგას არ ვეხები, უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ანუ ადამიანი არიან ხალხი კიდე ისეთები, რომ არ უარდებათ იმ ხრივ თავში, რომ ჩვეულებრივ მოქალაქეს გამოეხმაურა მხარდაჭერით, რომ ეს ესე იყო და ჩემი აზრით ესე არ უნდა ვთქვათ, რომ იცი რა, ეგეთია და იყოს რა, დაანებეთ თავი ეგეთი, ანუ უნდა ეგეთია და უნდა შორიდან მოუარო, რომ არაფერი მითხრას. მაგრამ კიდე ერთის მე როგორი ვარ? თუ გადამეკეტა. ეგეთია და ის რა ვიცი დაანებეთ თავი და იყოს ეგრე და რაღაც. ეგეთი როა და აი გაჩუმებამ და ეგეთია და მოდი შეეშვი, იმიტომ რომ ეს თავზე წაგვასხდნენ სულ ყველანი და ერთმანეთის მხარდაჭერა არა გვაქვს. ამიტომ ვალდებულები ვართ, რომ აი ეს რაღაცნაირად მივიტანოთ იმ ადგილამდე, სადაც შეიძლება რომ ელემენტარული ბოდიში მოიხადოს ამხელა ვირმა. თავისუფლად შემიძლია ვთქვა რა, საერთოდ არ მაქვს მაგაზე ის. იმიტომ რომ ეს 2-3 წელია აი თავს ვიკავებ, არ უნდა გაჩუმდე, თავს ვიკავებ, რომ მეთქი აი კარგად გაარკვიო, ხო იცი, ჭორს არ აყვე და რაღაცა ეგ თემები და რაღაცა და აი არ ვიცი. არ უნდა გაჩუმდე ადამიანი, უნდა იყოს, მაგრამ სახელმწიფოც უნდა გქონდეს ისეთი, რომ შეგეძლოს პასუხი მოსთხოვო ვიღაცას ეგეთი საზღარი ენისთვის და მოქცევისთვის. სახელმწიფო უნდა გქონდეს ისეთი, რომ ცხვირი წაატეხინო და ათრიონ. რომ მეორედ სურვილი გქონდეს, რომ ვიღაცა შეურაცხყოფა მიაყენოს, შიში გქონდეს. მაგრამ ეგეც არა გვაქვს და ამიტომ ხალხი თუ ერთმანეთს არ დაუდექით გვერდში, ძალიან გამიხარდა, რომ ძალიან ბევრი გამომწერი მოვაკლა. გულდასაწყვეტი ეხლა რასაც ვამბობ და სისულელი არ გამიხარ, მაგრამ იცი რა მხრივ, ანუ გამოჩნდა ხალხი, ვინც გვერდში დაუდგა ამ ქალბატონს და გამოჩნდა ხალხი, ვისაც როგორ შეეძლო, ისე გამოხატა თავისი პატივის ცემა
მე მაგალითად არ მაქვს გამოწერილი იმ დღეს მერე გავაუქმე რაც ეგ პოსტი გავიგე და არც სურვილი არ მაქვს დიდად. არც არაფერს ვყიდულობ მაგათგან, არც არაფერი და არც ბავშვს წავიყვან მანდ, ზუსტად ვიცი. ბავშვს წავიყვან, აგე წეღანაცა თქვი სოფოს ბაღში მივიყვან აქვე მარტყოფში. შემივწყვე შევარდნაძე, როცა სოფოს ვარდები აყვავდება. რა თვიდა შევარდნაძე? ჩვენ ნაკლები შევარდნაძეები ყავს სოფელში? ოღონდ მართლა. ხო და რა მინდოდა ვიდეოს ბოლოს მეთხოვა, ოღონდ მართლა. თუ ვინმეს გაქვთ ისეთი გამოცდილება მასთან დაკავშირებით, თუ არ დაგეზარებათ, რომ ერთი-ორი სიტყვით დამიწეროთ და დამიკომენტაროთ, მე ამ მომდენო ვიდეოში ანუ ხვალ რა დაგროვდება რამდენიმე კომენტარი, წამოდით ჩემო ლამაზებო. წავიკითხავ ამ კომენტარებს. მაინტერესებს თქვენი გამოცდილება თუ გქონიათ. და რატომაც არ უნდა ამოვიღოთ, ვისაც როგორ შეგვიძლია ისე უნდა ამოვიღოთ ხმა. წავედი, აბა თქვენცით ბედნიერი დღე ყველას. ველოდები თქვენ კომენტარებს.